გამარჯობა, ძმების პოდკასტის მე-4 ეპიზოდის დროც დადგა და დღესაც რა თქმა უნდა საინტერესო ამბებზე ვისაუბრეთ. პირველი ბლოკი ტრადიციულად რამდენიმე საინტერესო ამბავი ქართული და არამხოლოდ ქართული სპორტიდან გავაცნოთ ჩვენ მაყურებელს, თუმცა სანამ ამას დავიწყებთ, ვთქვათ რომ Pabor 24-ში ვიმყოფებით. მადლობა ამ ადამიანებს ამ სივრცის დათმობისთვის და ჩვენს ბუნებრივია რომ საინტერესო კონტენტს არ მოვაკლებთ ჩვენ მაყურებელს. ძმების პოდკასტი გამოიწერეთ YouTube-ზე ამ სახელწოდებით, ასევე გამოვყევით Facebook-სა და TikTok-ზე. დაალაიქეთ ეს ვიდეო. დაალაიქეთ ეს ვიდეო, კი ბატონო. როდესაც ეს გადაცემა იწერება, დღეს არის ხუთშაბათი 20 მარტი და დღეს საღამოს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები B დივიზიონში დასარჩენ თამაშს ჩაატარებს, როცა YouTube სივრცეში აღმოჩნდება ჩვენი მე-4 ეპიზოდი უკვე დაიდება და თქვენ შეგეძლებათ რომ ნახოთ, ორივე თამაში ჩავლილი იქნება. აქ ერთ-ერთი იმის თქმა შეგვიძლია რომ წარმატება უსურვოთ საქართველოს ნაკრებს და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ აი ახლა როცა ვიღაცა გვიყურებენ და გვისმენენ, ვამბობთ რომ საქართველოს ნაკრები დარჩა B დივიზიონში დაამარცხა სომხეთი ორი მაჩი. აუცილებელია, იმიტომ რომ ბევრად უფრო გართულ და თუნდაც ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და C დივიზიონიდან ეხა რო არ მოვიტყო პირდაპირ თქვათ რომ ალბათ C დივიზიონში მაინც ყველასთან ფავორიტები ვიქნებით ისეთი ნაკრები. თუმცა არ იქნება მარტივი ევროპის ისეთი ნაკრებები იქნება რაღაცები. ხო, ბევრი რამე შეიცვალა და აუცილებელია რომ დავრჩეთ, მგონია რომ იმის ზალში ეგვწევს თუნდაც ყვარაზე კავშირის გარეშე რომ თუნდაც დღესაც გავიმარჯვოთ და დინამო არენაზე დარწმუნებული ვარ რომ მოვიგებთ. მარტო ის მაძლევს ამ ყველაფრის თქმის საფუძველს რომ სომხეთის ნაკრებს ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი ყავს კრასნოდარის შემტევი. ანუ მაგითი ალბათ ძალიან ბევრი რამეა ნათქვამი რა. ეს მინდოდა უბრალოდ მეთქო რომ წარმატება გვესურვებინა ჩვენ. აი, გადავიდეთ მაშინ, რადგან ქართულ სპორტზე ვსაუბრობთ, ქართულ სპორტშივე დავრჩეთ და ძალიან დიდი ისტორია დაწერა დღეს დილას სანდრო მამუკელაშვილმა, საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა და სან ანტონიოს შემტევმა. არასრულ ოსრუჩი, უფრო კონკრეტულად 19 წუთნახევარში NBA-ში გახდა პირველი მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც 24 მოხსნა და 3 შედეგი გადაცემა გააკეთა და ამ ყოველფერს ემატება ის და რაც ყველაზე მეტად მიხარი არის ის, რომ მეორე ამ პატარა საქართველოსთან, ამ პატარა ქვეყნიდან უკვე ორი დიდი ისტორიის რეკორდსმენი ყავს ორი. ორი რეკორდსმენი ყავს. კი, ერთი არის სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც კონკრეტულად რო ვთქვათ, არასრულ ოსრუჩი 34 ქულა ჩააგდო და ასეთი რაღაც 7-დან 7-3-იანი 7-დან 7 სამქულიანი და 7-დან 6 ორქულიანი. ორქულიანი, ხო. ხო და ნუ მე რა ხდებოდა დარბაზში და რა ხდებოდა გულშემატკივრებში და კალათბურთელები როგორ შეხვდნენ ამ ყველაფერს ნახავთ აუცილებლად და აქვე მეორე რეკორდზეც ბარემ აქ ხაზი გაუსვათ, რომ აი ამ პატარა ქვეყნის წარმომადგენლებს NBA-ში გვაქვს ორი რეკორდი გვეკუთვნის უკვე ოფიციალურად. მეორე რეკორდი არის ზაზა ფაჩულიასი, რომელიც 2015 წელს Milwaukee Bucks-თან ერთად 21 მოხდა ქონდა თამაში და ისტორიაში, ბაქსის ისტორიაში და NBA-ის ისტორიაში არის 21 საუკუნეში პირველი კალათბურთელი, რომელმაც 18-ჯერ მოხსნა მეტოქის ფარზე. მეორე ფაქტორიც არის, რომ საქართველოს ნაკრებს ესეთ ფორმაში მყოფი მამუკელაშვილი, ფანტასტიკურ ფორმაში მყოფი გოგაბიტაძე და კიდევ არაერთი კარგი მოთამაშე დაემატება ევროპის ჩემპიონატი ევრობასკეტისთვის, რომელიც ზაფხულში გაიმართება და ხო და ისიც დავამატოთ, რომ მოთამაშეები სანდროსთვის შეიძლება ეს იყოს ძალიან კარგი იმ კუთხით, რომ უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცემა აუცილებლად ამ თამაშის შემდეგ, თან ვიმბანიამ არ ვიცით ჯეროდის დაბრუნდება, იმიტომ რომ ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ტრამვას არ მოიხსენიო, ჯანმრთელობის თრომბი აქვს მარცხენა ხელის სისხლძარღვებში და ისე არის საქმე, რომ შეიძლება ნუ დიდი ალბათობით მაინც დაბრუნდება, მაგრამ იმაზეც მინდის ლაპარაკი, რომ შეიძლება კარიერას დასრულება მოუწევს. ხო, ამ ყველაფერს პლუს ისიც დავამატოთ, რომ პოპოვიჩიც ავატყოფობს და ჯანმრთელობის პრობლემების გამო შეიძლება ისიც ვეღარ დაბრუნდეს სან ანტონიოში, იმიტომ რომ მისი ჯანმრთელობის გომერობა ძილია. ხო, და დღეს დავიკითხე პოპოვიჩის ციტატა, რომ მე როდის ვამბობდიო, რომ სანდრო მამუკელაშვილი ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იქნებაო და ძალიან გრეგი რო ეგეთ რაღაც იძახის შენზე. ხო, დიდი ამბავია და მოდი ვიმედოვნოთ, დავამთავროთ აქვე ეს თემა და ვიმედოვნოთ, რომ სანდროს ბევრად მეტი დრო მიეცემა წარმატებები. კარგი, NBA-დან მაშინ წავიდეთ ხელბურთზე და კარგი ამბავი ისაა, რომ საქართველოს ხელბურთის ნაკრებს უდიდესი ნაბიჯია გადადგმული ევროპის ჩემპიონატისკენ, ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატისკენ, სხვათა შორის და ჩვენმა ნაკრებმა რამდენიმე დღის წინ ორი მატჩი ჩაატარა თბილისში ბოსნიასთან და მერე ბოსნიასთან გასვლაზე და ორივე მოუგო. და ეს კარგია, იმიტომ რომ ბოსნია რაღაც საყვარელი ნაკრები გახდა, იმიტომ რომ ევროპის ჩემპიონატზე შარშან როცა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი იყო საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებისთვის, ერთადერთი თამაში მოვიგეთ და ისიც იქაც ბოსნიას მოვუგეთ. და თუ საბერძნეთის ნაკრებს 8-ში მოვუგებთ თბილისში, უკვე ოფიციალურად გავიფორმეთ. ხო, მაგრამ ისიც არის, რომ ორივე თამაშის წაგების შემთხვევაში
არ გვინდა რომ ეგრე მოხდეს. ხო, მაგრამ არის შანსი რომ ორივე სტაგნებში. ხო, თეორიული შანსი არის რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდეს. წინ მიიწევს მოკლედ ქართული ხელბურთი, სანაკრებო ხელბურთი და წარმატებებს უსურვებს ჩვენ ხელბურთელებს აუცილებლად კიდევ ერთხელ ვიტყვით რომ მაისში ოფიციალურად იმედია რომ გავიფორმებთ ევროპის ჩემპიონატის საგზურს ზედიზედ მეორე. კაი. წავიდეთ რაგბიზე. რამ ყველა გადაცემაში გვიწევს. რაგბიზე აღარ გვიწევს. ყველა გადაცემაში გვიწევს, ხო, რაღაცა გათელილი გვაქვს ეს თემა და ვიცოდით ალბათ მაინც ყველამ რომ ეს მაინც მოვუგებდით და ეგრეც მოხდა ისტორიაში მე 17-ად მოვიგეთ რაგბი ევროპის ჩემპიონატი და ზედიზედ მერვედ, მაგრამ ძალიან მე არ შემიძლია არ შევაქო ესპანეთის ნაკრები, იმიტომ რომ ორ თამაშში 50 გოლზე მეტი გაგვიკეთეს და პირველ ტაიმს გვიგებდნენ ბოლო წუთამდე, ნინიაშვილმაც აღნიშნა რომ უმოტივაციოდ გავდივართ ამ შეჯიბზე და მე-4 და მე-5 გუნდებითაც ვუგებთ ამათ და ასე შემდეგ, მაგრამ აშკარად მოტივირებულები გამოვედით მეორე ტაიმში ფინალში, იმიტომ რომ ეგრევე მივაყარეთ ლელოები. ხო, იმიტომ რომ ძალიან ისე დაემთხვა რომ პირველ ტაიმში კარგად ძალიან მაგრა ითამაშა მართლა ესპანეთმა და ჩემი დიდი პატივისცემა მათ რომ ორ თამაში 50 გოლამდე მეტი 60 გოლამდე გააკეთა. და ამ ყველაფერთან ერთად გვიგებდნენ პირველ ტაიმს, ნუ ბოლო წუთზე შევძელით თამაში გარდატეხი შეტანა და პირველ ტაიმში მოვიგეთ მინიმალურ სხვაობით, მაგრამ ნუ მეორე ტაიმში უკვე ყველაფერი დაალაგდა ისე როგორც უნდა ყოფილიყო, არასრულ 10 წუთში 3 ლეულ დაუდეთ. ფინალის შემდეგ დაიძრა რაღაც თემები, რომ ამდენად რეალური არ ვიცი, მაგრამ BBC-ზეც იყო სტატიას და ინტერვიუც იყო, მეგონი კოკერელის ინტერვიუც იყო, თუ არ ვთქვი რომ გაგვიხსენეთ 6 ერის კარგი. ხო, გაგვიხსენეთ 6 ერის კარგი და ამ თვაში ხისკოუზი 6 ერში მოიგო უილსმა, ბოლო ადგილზე გავიდა და პლეი-ოფი ვითამაშოთ უილსთან. ეს ამდენად რეალური არ ვიცი, მაგრამ იცი რა არის? ლაპარაკი რომ თავიდან დაიწყო, არ არის ცუდი. კარგია ხო, მაგრამ ლაპარაკობთ ამაზე უკვე ძალიან ბევრი წელია. ძირითადად 2015 წლის სოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებს პირადად ჩემთვის რეგრესი ჰქონდა 2015 წელს, მაგრამ ეგ გამოწვეული იყო იმით, რომ საუბათაც სვლა იყო. იქ გორგოძე წავიდა, იქ ნარიაშვილი წავიდა, იქ ის წავიდა, იქ ეს წავიდა. ნინიმას რაც აღნიშნეთ ჩვენ პოდკასტში იყო ის, რომ ძალიან ახალგაზრდა ნაკრები ვართ რა. და მე მგონია რომ შეგვწევს ჩვენ იმის ზალა რომ მართლა ის სადღაც ვიმსახურებთ, სადღაც კი არა ვიმსახურებთ 6 ერში თამაში, იმიტომ რომ აღარ შეგვიძლია პირდაპირ თქვა ამ ნაკრებთან თამაში, ანუ პირიქით შეგვიძლია, მაგრამ ჩვენ აღარ შეგვიძლია რომ ამათთან ყოველ წელს გამოვიდეთ მე-4 მე-5 გუნდით, გადავუაროთ პორტუგალიას, შვეიცარიას, ბელგიას და ასე შემდეგ, ვეღარ ვიზდებით, ხვდები? პირდაპირ თქვა საშუალებას არ გვაძლევენ რომ ამ კუთხით რაგბში განვითარდეთ. თუმცა ერთი კარგისაა რომ ველოდებით ზაფხულის ტესტებს ახლა და ზაფხულში ირლანდია ჩამოვა. ხო, ამ ყველა ირლანდიის ნაკრები და ეს არ არის პატარა ამბავი რომ ირლანდია ჩამოვიდეს. ამ ყველაფერს 6 ერში მიღებაზე კონკრეტულად ის უფრო ართულებს რომ კერძო კომერციული ტურნირია და მანდარი გათვლა იმაზე როგორ გააკეთებენ უფრო დიდ ფულს რა, რეალურად ეგაა და ეგ რომ მოხდეს რომ ჩვენ 6 ერში შევიდეთ, იმათ სტანდარტებს უნდა მოვერგოთ რა, მაგალითად ეხა ბილეთია 5 და 10 ლარი არ ეღირება, ხვდები? და მე მაგის გარანტია შენ არ გაქვს რომ სიტყვაზე დინამო არენაზე, კაი დინამოს თუ არ ეთამაშებ მესხზე ამ ბათუმში რომ ითამაშებ 25 და 30000-იან სტადიონებს სიტყვაზე ხო რა, ანუ მინიმუმ 50 ლარი ეღირება ალბათ. ბილეთი ხწინასთან რა თქმა უნდა ვერ მოპარაკობ, იმიტომ რომ არც მე არ ვარ კერძოდ მაგაში ჩახედული, ხა რა ღირს მაგალითად მერიფილზე და დუბლინში თამაში ხო ხდება, მაგრამ ჩვენ ვიმედოვნოთ რომ ისევ თუ არ შეგვიშვებენ ამ 6 ერში, რაც ალბათ უფრო რეალურია რომ არ შეგვიშვენ ვიდრე შეგვიშვან, ამაზე ლაპარაკი რომ ის უკვე კარგია. და უელსის ნაკრების დასუსტამ ამაგეროთ იტალია მოუმატა და მოკლედ რა ძალიან გამოგვადგება რომ იქ შევიდეთ და ძალიან დიდ სარგებელს მიიღებს ქართული რაგბი მაკოლა. ბოლოს ისიც ვთქვა რომ წამოგვეწია ამასობაში ძიუდოს განცლები თბილისში, როცა ეს ეპიზოდი დაიდება YouTube-ზე უკვე დამთავრებული იქნება ძიუდოს განცლები, თუმცა ამაზე ბევრს არ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ რამდენიმე წამში შემოგვიერთდება სტუმარი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ჩვენი მეგობარი ლაშა გუჯეჯიანი და დეტალურად ვილაპარაკებთ ნაკრებში მიმდინარე სიტუაციაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მანამდე არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ არხი ძმების პოდკასტი YouTube-ზე, გამოყვეთ ამავე სახელწოდებით TikTok-სა და Facebook-ზე და მოკლედ კიდე დავიწყდო მე. მოიწონეთ ეს ვიდეო, კი ბატონო, მოიწონეთ ეს ვიდეო. წავედით გუჯეჯას და მეულდები მაგრად. წავედით. მეორე ბლოკის დრო დადგა. მეგობრებო, ისევ შეგახსენებთ რომ ვიმყოფებით Pub 44-ში და მადლობა მათ ამ სივრცის კიდე მერამდენად უკვე დათმობისთვის და ჩვენი სტუმარია ლაშა გუჯეჯიანი, საქართველოს ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი და მსოფლიო ძიუდოს მართლა გამორჩეული ფიგურა. როგორ ხარ პირველ რიგში? ვიცი რომ
ახლახანს დაბრუნდით შეკრებიდან და ცოტა გადაღლილები ხართ, მაგრამ მზად ხართ იმისთვის, რომ იბრძოლოთ ყველა მედლისთვის, რაც კი თბილისში გათამაშდა. ნამდვილად ვიბრძოლებთ, ბრძოლა შეგვიძლია. პირველ რიგში მოგესალმებით და მადლობა მოწვევისთვის. მართლა ყველგან ვამბობ, უკვე ბევრი წელია რაც ამ ჟურნალისტიკაში მუშაობ, რომ ჩემი საყვარელი რესპონდენტია ლასა გუჩეჯიანი, იმიტომ რომ აი თქვენ თვითონაც ნახავთ ამ ვიდეოში რატომაც. პირველ რიგში რო არ გადავდოთ ბოლოსკენ ვისაუბროთ, ხვალ იწყება უკვე ხვალ პარასკევს თბილისის გრანდსლემი, ბევრი როგორც ყოველთვის ზოგადად მასპინძელი ქვეყნები ბევრი სპორტსმენი მონაწილეობა ხოლმე, არ ჩვენ ვართ გამონაკლისები წელს. როგორ ფორმაში არიან ბიჭები, რა თქმა უნდა, მაინტერესებს რა ასეულდებით თბილისის გრანდსლემიდან და ბევრი სუპერ ვარსკვლავიც ყავს შემადგენლობაში, ესე რომ ვთქვა. პირველ რიგში გუნდი არის ჯამრთელად და საბრძოლო განწყობა არის, რა თქმა უნდა, ყოველთვის გუნდში და ჩემი მოთხოვნა ყოველთვის ის, რომ უნდა იბრძოლონ, ჩემთვის მოგებას წაგებას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, აქვს იმას, რომ თუ რამდენად მონდომებულია თვითონ სპორტსმენი და რამდენად იხარჯება მიზნისთვის. თვითონ ეტაპს რაც შეეხება, ეტაპი გვიდგას ესეთი, რომ დაიწყო ახალი ციკლი. ამ ახალ ციკლში არის ახალი მიმართულებები, ახალი გეგმები და თუ გადავხედავთ გავლილ ღონისძიებებს, რომლებიც წელს მივიღეთ ჩვენ ამ გრანდსლემ გრან-პრების სახით, არცად არ ყოფილვართ ისეთი მაქსიმალურად საბრძოლო შემადგენლობით. ყველგან ესე თითო-ორი ლოკაცი საჭიროების მიხედვით და ეს განპირობებულია იქიდან, რომ გვაქვს ძალიან შრომატევადი და ხანგრძლივი ციკლი და როგორც მინიმუმ წელს გვაქვს იმის საშუალება, რომ სადღაც რაღაც ნაწილში გუნდი იყოს დანდობილი და არ დავხარჯოთ ისე, რა თქმა უნდა, ძირითადი მიზანი ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატია წელს, რომელიც გასამართი გვაქვს და აქედან გამომდინარე ის საბრძოლო შემადგენლობა ბიჭების სურვილის და მიუხედავად მაინც არ გამოვიყვანეთ, იმიტომ რომ წვრთნის პროცესში ესე უფრო საჭიროებს, მაგალითად არ ასპარეზობს სარდალაშვილი, არ ასპარეზობს მარგველაშვილი, არ ასპარეზობს გრიგალაშვილი, ბექაური. იმის გარდა ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება, რომ თავი გამოიჩინონ ჩვენს გრანდსლემზე. ამას უკვე გრანდსლემის დასრულების მერე ვნახავთ, თუ როგორ გაართვეს ამ ყველაფერს თავი და ვფიქრობ, რომ ჩემი მოლოდინი ყოველთვის თბილისში არიან სპორტსმენები, რომლებიც თავგანწირვას მეტნაკლებად ახერხებენ, მაგრამ თბილისში ეს მეტნაკლებობის თემა იხსნება და ყველას შეუძლია თავის გაწირვა და აქედან გამომდინარე უფრო მეტი იმედი მაქვს, რომ წარმატება იქნება. ისეთი შემადგენლობა ყავს ჩვენ ახლა აი ძირითადი ბირთვი ნაკრების, მართლა უმეტესი ნაწილი თავის ზონაში ლიდერია, ხო? რეიტინგის, სოფლიო რეიტინგის. აი ეს შედარებით ახალგაზრდები, ის მოთამაშეები რა იყო და მებრძოლები, რომლებსაც ეძლევათ შესაძლებლობა გამოიჩინონ თუნდაც თბილისში თავი. რამდენად აქვთ მათ იმის პერსპექტივა და პოტენციალი, რომ სულ მალე მაგალითად ისეთი კონკურენცია გააჩინონ რამდენიმე ზონაში, სადაც ნაკლები კონკურენცია 90-ს არ ვეხებით, იმიტომ რომ ისეთი ხალხია. ხო, რომ უკვე ძალიან ის როგორც ჩვენ თავარისნელი ცოტა გაგიჭირდეს გადაწყვეტილების მიღება. აი როგორ მოდიან ეს ახალი სპორტსმენები. ჩემს პირად წარმატებას მაგას ვაბრალებ, რომ შემიძლია გვერდიდან როგორც გულშემატკივარმა ისე შევაფასო და რა თქმა უნდა, რომ განწყობა მაქსიმალისტურია. ვარსკვლავებით დახუნძულ გუნდში ძალიან ძნელია ვიღაცა შეამჩნია. მე როგორც მწვრთნელი, რა თქმა უნდა, ამათით თუ შევაფასებ, რომ ამათ ვინ უწევს კონკურენციას, რა თქმა უნდა, მე მიჭირს, მაგრამ აი გვერდიდან როცა გამოვდივარ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ახალგაზრდა ისეთი, რომელიც ნაბიჯ წინ მიიწევს და რა თქმა უნდა, ამას დრო ჭირდება. ჩვენ ახლა უცბად გვინდა ვიღაცა მაგარ ვარსკვლავს, რომლებიც ყავს ესე ყველა წონით კატეგორიაში, უცბად გამოჩნდა ვიღაცა და ვიღაცამ დიდი სიტყვა თქვა, არ არსებობს ეგეთი რამე. თითოეულ წონით კატეგორიაში არის ისეთი იმედის მომცემი არაერთი სპორტსმენი, რომ მართლა შეიძლება ჩვენ თუნდაც ლოს-ანჯელესის ოლიმპიადისთვის თავსატეხი გქონდეს, რომ ვის შეიძლება ვანდოთ ძირითადი გუნდის. ძალიან მაგარი ამბავია თავისთავად. კონკურენცია. თავარი მიზანი აძლიერებენ ეს ადამიანები, ეს სპორტსმენები. ყველა, აბსოლუტურად ყველა, რომ გინდა ტედი რინერი აიღო და ნებისმიერ ძიუდოს ვარსკვლავის ყოველთვის აღნიშნავს ხოლმე ინტერვიუებში, რომ ყველაზე მეტად გვიწის ქართველებთან ჭიდაობა და რაღაცა განსაკუთრებულები არიან რაღაცა კუთხით რა. მე მაინტერესებს რომ შენი როგორც მწვრთნელის აზრი რა გვხდის ჩვენ აი ამ განსაკუთრებულს. ჩვენ ქართველებს ვფიქრობ შესაძლებლობებზე მეტი ნიჭი გვაქვს და
ამაში არაერთხელ ვარ დარწმუნებული. ძალიან ბევრი ფაქტი შემიძლია ეს მე სპორტული ფაქტებით და მაგალითებით და მაქვს ჩემ თავთან დამტკიცებული და თვითონ რა შეიძლება ამას დავარქვათ რითი ვართ ჩვენ სხვისთვის უხერხულები ჩვენია ისევ და ისევ არაორდინალურობით იმიტომ რომ იაპონელმა იცი სტანდარტული ძიუდო მაგალითად იღებს მარჯვენა ჩავლებას და ლოგიკურია რომ მარჯვენა ჩავლებიდან უნდა განხორციელდეს მარჯვნივ შეტევა ჩვენ ვიღებთ მარჯვნივ და ვაკეთებთ მარცხნიდან მარჯვნივ და აი აქ უკვე აღარ იცი იმიტომ რომ ჩვენ გენეტიკაში გვაძლევს ჩვენი გენეტიკა იმის საშუალებას რომ ჩვენ შეიძლება რაღაც არ ვიცით მაგრამ ვიცით როგორ უნდა წავაქციოთ კაცი. ამას გზნობა ქვია, რომ იგზნობ, რომ კაცი მაგალითად დაგეგმილი გაქვს სხვა მხარეს შეტევა და დადგა მომენტი, რომ უკან წააქციო, უკან დიაგონალზე მარჯვნივ, მარცხნივ, სადაც დაგჭირდება იმას აკეთებ. ცოტა შრომა, ცოტა პროფესიონალიზმი, დისციპლინა და ის შედეგი იდება, რომელიცაც დღეს ვხედავ. ჩემი ოცნება რაც არის ძიუდოში, მწვრთნელმა ყველა ოცნება ვიხდინე გარდა ერთისა, რომ თამამად ვთქვა, როდესმე ცხოვრებაში, რომ ეს მე მწვრთნელი ვიქნები თუ არა, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, რომ ვთქვა, რომ ჩვენ ვართ პირველები და იაპონელებზე მაგრები ვართ, ეგრევე თუ გვაქვს რესურსი. ტედი რინერი ახსენდა, ლევანშომ წეგან. პირველი ქართველი იყავი, ხო, ვისაც დაუპირისპირდა? ხო, პირველი მე და ტედი შევხვდით 2007 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალში. მაშინ გააკეთა ყველაზე ხმამაღალი განაცხადი, ევროპის ჩემპიონი გახდა, ფინალი მე მომიგო და მას შემდეგ მომიგო ოლიმპიადაზე მაში პეკინში ბრინჯაოს ადგილისთვის. ჩემ ჯინაზე წააგო. ალბათ რინერის გარდა ყველას მოუგები და медаლი მაინც მექნებოდა ოლიმპიური. რაც ტედიმ გააკეთა თუშასთან, მაგის მერე ცოტა რაღაცა გული ჩამწყვიტა მაგ საქმეში. არ ვიცი, ალბათ. ხო, გასაგებია, მაგრამ აი ვინ არის ტედი რინერი? ჩემთვის ამ წუთას არის სტატისტიკა და ტიტული. მაგრამ თუ საფუძვლად გვინდა რომ გავიგოთ ვინ არის ტედი რინერი, ვინ არის ლაშა ბექაური? ვინ არის ტატო გრიგალაშვილი, გურამ თუშიშვილი? იგივე არის ფრანგებისთვის ტედი რინერი. მაინტერესებს იქ ცხელი მომენტი რო იყო, აი ოლიმპიადაზე, აი რო გამოვიდა თუშიშვილი, აი როგორ გზნობდათ, აი ხა როგორ უნდა ეგზნოთ, დაჩაგრულად, რა თქმა უნდა, ალბათ, მაგრამ აი ეგ მაინტერესებს რა კულისებში რა ხდებოდა აი მაგ მომენტის შემდეგ. ნებისმიერი ემოცია ადამიანის მიმართ, ამ შემთხვევაში რინერმა რო თუშიშვილის მიმართ ესეთი ემოციები და ეს რაღაც ჟესტიკულაციით რაღაცა გამოხატა, მე ვფიქრობ, რომ თუშიშვილის კომპლიმენტი უფრო მეტი იყო, ვიდრე შეურაცხყოფა, იმიტომ რომ არ შეიძლება ძიუდოს მეფე ვიღაცა უმნიშვნელო ადამიანზე გამარჯვებით ესეთ ემოციებში ვარდებოდეს. რა თქმა უნდა, თუშიშვილისთვის იყო განწყობილი. თუშიშვილთან შეხვედრაზე იმდენად მოტივირებული იყო, რომ ამ მოტივაციამ მისცა ამის საშუალება ამ სპორტსმენს. მაგრამ მეც ყოფილ ვარ დატამზე, მეც მდგარ ვარ მსგავსი სიტუაციის წინ, მაგრამ რინერთან და ძალიან რთულია რა, ჯერ წააგე, დაგემხო ის აგებული კოშკები, რომელზეც გიოცნებია, რომელთანაც ძალიან ახლოს ხარ, ტკივილი აგიტანია, უდედობა, უშვილობა, უმამობა, უოჯახობა, წვალება, სიცივე, ყველაფერი და მოდის და ვიღაცა გიგებს და მერე გამოხატავს რაღაცა გეჭყანება, ცოტა რთულად ასატანია ჩემთვის, მესმის გურამისი, მაგრამ ჩვენ ძალიან დავზარავდით ამ ფაქტით. რახან თუშა შევეხეთ, ბარემ აქვე გავაგრძელოთ, დაბრუნდა და მაგრა დაბრუნდა თან. სასწაულად დაბრუნდა. წეგან ლაპარაკობდი სანამ დავიწყებდით ხო, ჩვენ გემრიელო ჩვენ პონჩი ლაპარაკობდით, რომ მე ლაშა რა თქმა უნდა მთავარწელია, ძირითადად აიგრე ვარ. ხო, სპორტსმენები ხო ყავს გაყოფილი და სხვა მწვრთნელებთან უწევდა რა ესე გაყოლა და მე სანამ ერთ სპორტსმენს გავიყვანდი გასახურებელ დარბაზში უკან მოუბრუნებულიყავი თუშას დამთავრებული ქონდა შეხვდა და ასე რომ ფინალამდე ბიჭიშიდობა ვერ ვნახე აი ვერ უყურე საერთოდ მე მაინტერესებს ტატოზე მაინტერესებს ხო ტატოზე ძალიან აჟიოტაჟი იყო ახლა 90-ში იგიც კაცო მაისურაძე ბექაურა გვინიაშვილი რაღაცა ტატო 90-ში ტატოს ასვლის ამბავი როგორ არის ერთადერთი სპორტსმენია მთელ ეროვნულ ნაკრებში რომელსაც არც ვარჯიში არც შეკრება არც რომელიმე შეჯიბრება არ აქვს გამოტოვებული. ყველაფერს ზედმიწევნით ასრულებს ბიჭი, ყველაფერს აკეთებს, ზოგს მოუწია ობიექტური მიზეზის გამო რაღაცის გაცდენა ზოგს რისთვის, მაგრამ გრიგალაშვილი არის ერთადერთი ადამიანი, რომელმაც
ძალიან დიდი შრომა და აი რო იტყვიან ძალიან გადაღლილი არის რა, აი ძალიან ბევრი რამე გააკეთა ამ 4 წლიან ციკლში, წინა 4 წლიან ციკლში და ვფიქრობ, რომ ხა წონის კლება რამე კატასტროფული წონა არა აქვს სტატუს, მაგრამ იმ ნაწილში რომ არაფერის მომცემი არ არის მისთვის და თან მით უმეტეს რომ არაფერში ამ ეტაპზე არ გვჭირდება, დავინდე და ის 3-4 კილო რომელიც დასაკლები აქვს არ გავაწვალე და სასტარტოდ და იმისთვის რომ შეჯიბრის გრძნობა კონდეს, მეტი რწმენისთვის რომ 90-ში რავშვები და 91-ში რას ვიზამ ამისთვის გაამართლა ამ ფაქტმა და დღეს ვხედავთ რომ 90 კილოგრამშიც ერთპიროვნული ლიდერია. Რატომ რომ იპონი დააგდო აზარი რომ ის ავსტრიაში მე ურეაქციოთ რო ვზივარ, აი წინასწარ რო იცი რომ რასაც უზამს ეხლა და რა უნდა გაუკეთოს, გულშემატკივრობითაც ვერ ვიხარჯები იმ დონის ლიდერი. აი აზრი რო არა, აი ისე ჭიდაობს. მე მახსოვს როცა დოჰაში იყო მსოფლიო ჩემპიონატი წინა დღეს ტატომ მოიგო, ზედიზედ მეორედ მოიგო, მაშინ მე მოინ ტატომ. თუ პირველ, არა, მესამე და მეორედ მოიგო და მეორე დღეს გადაცემაში ჩაქრთე დილით. და ნუ იქ ვილაპარაკეთ და იქ მითხარი ძალიან საინტერესო დღესო დოჰაშიო ქართულად გათენდაო და იმ საღამოს მოკლედ 90 კილოგრამის წონით კატეგორიის ფინალი იყო ლაშა ბექაური ლუკა მაისურაძე. ეგეთ დროს როცა იცი რომ ბადე ისე არის განაწილებული რომ ფინალამდე ერთმანეთს ვერ შეხვდებიან. აი რამ გულის სიღრმეში წარმოუდგენელია არის ფიქრო იმ ბოლომდე რაღაცაზე და გასაგებია რომ იმ კონკრეტულ ბრძოლაზე ფიქრობ, მაგრამ სადღაც როცა ბექაური ხარ და როცა მაისურაძე ხარ იქ ფიქრობ ბოლოში რომ რაღაცა ერთმანეთს შეხვდებით. რა მე მაინტერესებს შიდა სამზარეულოში ეგ დროს რა ხდება, როცა უწევთ ბიჭებს ერთმანეთთან დაპირისპირება თან სად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. თვითონ სიამაყის განცდა ის რომ ერთ ქვეჯგუფში რემბო ყავს და მეორეში ტერმინატორი და ერთი აქედან რო ლეწავს და მეორე იქიდან რო ლეწავს და ორივე რო პირნათლად შეასრულებს თავის საქმეს და წვრთნელის დავალება რა არის, რავი, ხუთივე თითი სხვადასხვა მოგდა, ხუთივე ჩემია და ხუთივე ძალიან მიყვარს. იგივე დამოკიდებულება არის ბიჭებთანაც და რავი, გარანტირებული ოქრო ეს გადაკიდებული მაგარია. მაქსიმალურად ვცდილობთ და მაქსიმალური ის არის, რომ ესე მთელი დელეგაცია, ვინც ამ შემთხვევაში შეჯიბზე ვართ ხოლმე, რომ არავინ ახლოს არ მიეკაროს რა. ყველა იმას ვცდილობს, რომ ვიღაცის ქმედება ან საქციელი ან სიტყვა რაღაცა სუბიექტურობაში რო არ ჩაითვალოს და ის ორი გმირი, რომელია ჩემპიონი ჩვენთვის რომ მნიშვნელობა აღარ აქვს და გარანტირებული ოქრო საქართველოში რომ მოდის და ვერცხლიც, ეგეთი ისტორია რომ უკვე შემდგარია, უკვე ფინალი რო იცი, რომ ესეა და ისინი თავისთვის ხურდებიან, არ ხურდებიან, რავი, თავის ამბავში არიან. თავის შიდა კომუნიკაციას ან რატომიზე გავლენ, აქვს კომუნიკაცია თუ რა ისე არიან, თავის პონჩი არიან. მაქსიმალურ პატივისცემას გამოხატავენ ერთმანეთსთან და წავლენ რაღაცას გაუვლიან გვერდზე, გაეხუმრებიან შენ ის გამოხვალ კატამიზია. გუშინ სიზმარი ვნახე და რაღაცეები და აუ, კაი, ეგეთი. ჯანსაღი სიტუაცია, ისე რომ ბოროტულად მე არ შემიმჩნევია ვინმე რომ ვინმეს ეპყრობოდა. ეგ რო არ არის ძალიან ასწორებს და ფაქტია, რომ არ არის, იმიტომ რომ მართლა სადაც მივდივართ მე ყოველთვის ძალიან ჯანსაღი გარემოა. გუნდურას პარაზობაში პირველად ადგილზე დავამთავრებთ, სოფლიო ჩემპიონიც უეჭველი გვეყოლება წელსაც დარწმუნებული ვარ, ხა ვერ იტყვის სპორტია ეს წინასწარ, მაგრამ ეგრეა რა. სოფლიო გინდა, ევროპა გინდა, ევროპას უკვე აღარ უყურებენ ჩვენები ისე, ხო ხტე, ანუ როგორ არ უყურებენ ხა. ხო, მაგრამ იცი მეც მანდვარ და მეც ძალიან ხშირ შემთხვევაში ხანდახან ძალების გადაფასება ხდება ამით და რეალურად არ აღიქვამ რაღაცეებს. ბიჭებს შიგნით ისეთი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან, რომ აი მართლა რო ჭირს ჭამენ ერთმანეთს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ერთად ერთობიან, ერთმანეთს აზრებს უზიარებენ, ეფერებიან, უფრთხილდებიან, ერთმანეთის ინტერესებს იცავენ. და ერთი ორგანიზმია რა რეალურად. აი პირობითად ვამბობ, ჩემთვის შეიძლება მე რო ნაკრების წევრი ვარ, ნაკრებში როცა არის აი ეს კონკრეტული ძიუდოისტი, ჩემთვის იმხელა რაღაცა мотиваცია. აი ვინ არის ეგეთი ნაკრებში? მაგაზე მეც გიპასუხებ თუ გინდა. ჩემთვის არის ლაშა შავდუთუაში. აი მაქამდე მივდივარ, მეც მაგ პასუხის გაგება მითხრა. მაგას დიდი ავტორიტეტი არ ვიცი ვინ უნდა გქონდეს. გენიალურია ლაშა, გენიალური ძიუდოისტი. წარმატების საწინდარ და გუნდის შეკვრის თემაში ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ადამიანს და კაცს ვიღაცას გუნდში აღმოჩნდეს ყოჩობის ფუნქცია. ნებისმიერი სპორტსმენი, რომელიც აი ახლა ჩვენ თვალწინ დგანან ჩემპიონები, ცალკე აღებული ყველა ყოჩია. სარდალას შეუძლია გუნდი წაიყვანოს, მარგველას შეუძლია, შავისაც შეუძლია, გრიგალასაც, ბექაურს, მაისურაძეს, სულამანიძეს, თუშა, აი ყველა შემდგარი პიროვნებები არიან ესენი, რომ აი
როგორც კაცებმა აიღონ და თავის ბეჭებით შეუძლიათ რაღაცა ურთიერთობებიც გაათრიონ, ძალაც, ნეგატივის და ყველაფერი. აი ეს ქმნის მე მგონია ამ ყველაფერს, რომ მაგიტომაც არის ესეთი მაგარი გუნდი. 2018 წელი იყო თქვენ ნაკრები იყავით შეკრებაზე. ეხა ლიკანში. ხო ლიკანში და მე წამოვედი გადაღებაზე და ეს ამან თხოვა რომ წამოყვებიო რა, გეხვეწებიო თუ შეიძლება. ეგრე პატარა ძმას ეგრე უვლიდი ბავშვობაში და თავი შეიგე თუ რა ხაზი გაუწევდა იმ შავიც იყო, ლაშა თუაშვილი იყო, ბაგრატინიაშვილი იყო, ლაშა იყო, ვაჟა მარგულაშვილი იყო. აი ამათება და მაგარი ბიჭია ეს მაგრამიული და ბავშვები. ყველგან დაყავდა. ყველგან დაყავდა. ხელის გულზე ვატარებდი. ლაშა მადლობა ძალიან დიდ რო იყავი ჩვენი სტუმარი, თუმცა არ გიშვებთ ჯერ არსად, იმიტომ რომ მესამე ბლოკში უნდა ვითამაშოთ ცოტა და რა იქნება ეს თამაში, ამას ავხსნი მესამე ბლოკში. სანამ მესამე ბლოკზე გადავალთ, აქვე გთხოვთ რომ გამოიწონოთ ჩვენი არხი, გამოკვეთ სოციალურ ქსელებში, Facebook-ზე და TikTok-ზე და ეს ვიდეოც აუცილებლად მოიწონოთ. ოი, ტორები მაგიტოა სოჭი. დავიწყოთ. დავიბადე 1989 წელს გვადალუპეში და სულ რამდენიმე დღეში ჩემ 36 დაბადების დღეს ვიზეინებ. ბავშვობაში ფეხბურთს თამაშობდი, მაგრამ მივხვდი რომ სპორტის ინდივიდუალური სახეობა გუნდურს მერჩივნა და ამიტომ ძიუდოზე გადავერთე. მეცახელად ერთ ცნობილ დათუნიას მეძახიან, მაგრამ არ მგონია ეგეთი საყვარელი ვიყო. ტიტულებზე არაფერს გეტყვით, თუ გამოიცნობ ვინ ვარ, ყველაფერი ნათელი იქნება. ალბათ ტედი რინერი? ეგ არის ისტორია, ტედი რინერი. ორგზის მსოფლიო ჩემპიონი ვარ. ყურადღებას გარდა კარგი ძიუდოისტობისა, ჩემი გარეგნობითაც ვიქცევ. მამა ჩემიც ძიუდოისტი იყო და ორჯერ ევროპის ჩემპიონი გახდა. დღეს ჩვენ და თქვენ საერთო ბოროტი მტერი ყავს. დარია. აბსოლუტურად მართალია დარია ბილოდი. ნამდვილი ლეგენდა ვარ, არა მხოლოდ ჩემ ქვეყანაში, არამედ მსოფლიო ძიუდოში. რომ არა შოჰეი ონო ოლიმპიადებზე ბრინჯაოსთან ერთად 2 ოქროს მედალიც მექნებოდა, თუმცა არც სამივე სინჯის მედალია ურიგო. ლაშა შავდათუაშვილი. იაპონური ანიმეს პერსონაჟს მადარებენ. მიყვარს ცხოველები, გართობა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ოლიმპიადებზე დუბლის შესრულებაში. არადაჯერ მხოლოდ 24 წლის ვარ. ეგ არის, თავარი. ბექაური. აბსოლუტურად მართალია, ლაშა ბექაური. ჩამოვედი, მივიხედ, მოვიხედე და არც ერთი თანამემამული არ დამხვდა, არა და პრესტიჟული ტურნირია. არა უშავს ახალგაზრდა ძიუდოისტებს ვუტარებ მასტერ-კლასს და ამითაც ბედნიერი ვარ. შოჰეი ონო. შოჰეი ონო და ვთქვათ, რომ შოჰეი ონო რუსთავში ატარებს მასტერ-კლასებს. 5-დან 5. დავიბადე თბილისში, თუმცა საქართველოს ნაკრების ღირსებას არ ვიცავ. ბოლო ოლიმპიადაზე მართალია ჩემი ქვეყნის ჰიმნი ვერ ავაჟღერე, თუმცა ვერცხლის медаლი მოვიპოვე და სამშობლო ამით ვასახელე. ლუკა მხეიძე. აბსოლუტურად მართალია. უკვე ვეტერანი ვარ. დიდებული კარიერა გამომივიდა. ბევრი გინახავთ ზედიზედ 2 ოლიმპიადაზე სხვადასხვა წონაში ოქროს медаლი მოეგოს. აი მე შევძელი. მეც ვიყავი თბილისში მასტერ-კლასზე შარშან, მაგრამ ეს ბევრმა არ იცის. ოპა. 2 ოლიმპიადა სხვადასხვა წონის კატეგორიაში. პიტერ ზაიზენბახერი. არა? ლუკაშ კრპალეკი იყო პასუხი, მართლა ლეგენდარული ჩეხი ძიუდოისტი. მაპატიე. ამ ქვეყნის ძიუდოს ისტორია დავწერე. სამშობლოში წყალბურთს თამაშობდი, თუმცა სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როდესაც ძიუდო ავირჩიე. ალბათ ის იშვიათი მოქმედი სპორტსმენი ვარ, რომელსაც საკუთარი სახელობის პატარა, მაგრამ დამსახურებული ქუჩა მაქვს. ნიკოლოზ შერაზაძე. ჩემმა მშობლებმა უნდა თქვან შვილები გაგვიზრდიაო. ძიუდოს სამშობლოში რომ ესეთი გამორჩეული დედმამიშვილები ვართ, ნამდვილად საამაყოა. 4 ჯერ მოვიგეთ მსოფლიო ჩემპიონატი, მაგრამ ჩემ ძმას 1 ოლიმპიადით მეტი აქვს მოგებული. უტა აბე, კი ბატონო. არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით რომ მწვრთნელი უფრო წარმატებული აღმოჩნდი, ვიდრე ძიუდოისტი, არა და ძალიან მაგარი ვიყავი. ნაკრებში საოცარი სპორტსმენები მყავს და ყველა დიდ ტურნირზე ფავორიტად ვითვლებით. ახლა ძმების პოდკასტში ვარ სტუმრად და გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ეს ვიდეო. აუცილებლად გამოიწერეთ და Google შემატკივრეთ ამ ორ დიდებულ ადამიანს. უღმესი მადლობა ვაშა. მადლობა თქვენ. ძალიან დიდი მადლობა.
ესეთი იყო დღევანდელი ეპიზოდი ძმების პოდკასტის. ლაშა გუჯეჯიანი იყო ჩვენი სტუმარი, რომელმაც ბოლო ბლოკში 10-დან 9 გამოიცნო. ბოლო კითხვა ისეთი იყო რა, ესეთი შეძახილით ახსოვს, რომ გამოიწერეთ გვერდი და მოიწონეთ ეს ვიდეო. ლაშა, ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებ და დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიო, ევროპა და მსოფლიოა წინ და არაერთხელ მოგვიწევს აღნიშნა, რომ ქართველები ჩემპიონები გახდნენ და იმედი მაქვს, რომ არაერთხელ იქნება კიდე ჩვენი სტუმარი დროთა განმავლობაში. ძალიან დიდი მადლობა. Fab 44-ში ვიმყოფებოდით, გამოიწერეთ ჩვენი არხი Facebook-ზე და TikTok-ზე ძმების პოდკასტი ესე გამოვყვებით და არ მოგაკლეთ მოკლედ საინტერესო ამბებს. სამშაბათამდე. დროებით.